სიტყვა თქმული მოყვასის განკითხვის ცოდვის შესახებ. იმდენად რამდენადაც თვითეული ჩვენგანის მსაჯული ღმერთია, სრულიად აშკარაა, რომ მოყვასის განკითხვით ჩვენ მივიტაცებთ ღმერთის უფლებებს და ამიტომ, როდესაც სხვას გავჟით, სწორედ ამით თავად ჩვენი განჟის მიზეზს ვიძლევით. წმინდა იაკობ მოციქული ამბობს, რომელიც ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავდეს ძმასათვისა, განიკითხავს ჟულსა და სჯის ჟულსა, არა ხარ მყოფელ ჟულისა, არამედ გამკითხველ. ერთ არ ჟულის მდებელი და გამკითხველი, რომელი შემძლებელია ცხოვრება და წარწმენად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყვასა. და ჭეშმარიტად, ჟული მოყვასის სიყვარულს გვავალებს. შესაბამისად, მოყვასის გამკითხველი ჟულის საპირისპიროდ იქცევა და სიტყვით თუ არა საქმით მაინც განიკითხავს ჟულს. თითქოს და ჟული სრულყოფილი არ იყოს და ამიტომ მისგან გადახვევა დასაშვებად მიგვაჩნდეს. წმინდა პავლე მოციქული ცხომ გვასწავლის, შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა, თვისისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს. ერთმა წმინდა ბერმა, რომელმაც შეიტყო, რომ ვინმე ძმა უმძიმე სოდვაში ჩავარდა, განსაჯა იგი და თქვა, მან მძიმედ შესწოდა. გავიდა გარკვეული ხანი და დაიძინა ბერმა. გაცრავთ, გავიდა გარკვეული ხანი და დაინახა ბერმა, რომ ანგელოზმა მის წინაშე მისგან განკითხული ძმის სული წარადგინა და უთხრა, აი მოკვდა იგი, ვისაც შენ განიკითხავდი, რას გვიბრძანებ, სად მიუჩინოთ ადგილი მის სულს, სასუფეველში თუ საუკუნო სატაჯველში. ბერი შეძრწუნდა, შენ ხო მართალთა და ცოდვილთა მსაჯული ხარ, განაგრძობდა ანგელოზი. მას ილაპარაკე, რას გვიბრძანებ ამ სულის შესახებ. შეიწყალებ მას თუ სატანჯველად გადასცენ. აქ მიხვდა ბერი, რომ ძმის განკითხვით თვითონაც უმძიმე სოდვაში ჩავარდა და მოთქმითა და ტირილით მიტევების თხოვნა დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში არ პასუხობდა მას უფალი. ბოლოს კი შეიბრალა და შენდობის მაუწყებლად ანგელოზი მოულინა. ღმერთმა შეგინდო, უთხრა მას ანგელოზმა, მაგრამ დღეიდან უღარასოდეს დაივიწყებ, რაოდენ მძიმეა ცოდვა განკითხვისა. როგორც ხედავ, ძალიან დიდი ცოდვა დამნაშავის განკითხვა. მას რამდენად დიდი ცოდვა უნდა იყოს განკითხვა უდანაშაულო ადამიანისა. არადა რამდენი ასეთი შემთხვევა არსებობს. თუ კი ადამიანის გული დახურულია ჩვენთვის, განა საიდან უნდა ვიცოდეთ თუ გულის რაგვარი განწყობით მოქმედებს ეს ადამიანი ამა თუ იმ შემთხვევაში. ღირსი მამა ვიტალი ალექსანდრიაში ცხოვრებისას მთელ დღეს განმავლობაში მუშაობდა. ღამით კი უწესო ქალების სახლში ატარებდა. ღამეს და მთელი ქალაქი პირში ეძახდა მას გარყვნილს. სინამდვილეში კი ამ გარყვნილთა სახლებში იმისთვის დადიოდა, რომ ნაშოვნი ფულით ერჩინა ისინი და ამით ცოდვის ჩადვენისაგან ეხსნა. უნდა ითქვას, რომ როდესაც ღირსი მამა ვიტალი გარდაიცვალა, თითქმის ყველა საროსკიპო იყო დაკეტილი. და ეს მეძავი ადამიანები მისი ქადაგებით იყვნენ მოქცეულები, ან ცხოვრობდნენ მონასტრებში, ან იყვნენ გათხოვილი ქალები. წმინდა საბა გაწმენდილმა მოინდომა მისი მონასტრის ერთ-ერთი ბერი სახელად იოანე მღვდლად ეკურთხებინათ. მაგრამ პატრიარქმა მის კურთხევაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ საბა იოანეს უდიდეს სოდვილად თვლიდა. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ
იოანეს მდლობა იმ მიზეზით გახდა შეუძლებელი, რომ იგი უკვე ეპისკოპოსად იყო ხელდასხმული. ეს იოანეს ბერი იფიქრა, რომ კაი ბერიაო, იქნება ეპისკოპოსი მღვდელი გახდეს და გააგზავნა იერუსალიმში პატრიარქთან. და პატრიარქმა რომ დაუპირა კურთხევა იმოუთხა, მე თვითონ ეპისკოპოსი ვარ. უბრალოდ არ ვამბობ. რომ გამოაგზავნა ათანასე, უბრალოდ საბა განწმენდილს ეგონა, რომ ცოდვილი იყო. რომ ეპისკოპოსად არ მღვდლად არ აკურთხა იერუსალიმის პატრიარქმა. და მაგრამ მერე შემდეგ უკვე სასაულით გამოჩნდა ეს და მიხვდა თავის შეცდომას. წმინდა ანდრია ქრისტესთვის სალოს იმ ქალაქის ცხოვრებნი, სადაც იგი მოღვაწეობდა, გიჟა თვლიდნენ. ზოგი დასცინოდა, ზოგი აგინებდა, ზოგი სცემდა, ზოგი დევნიდა. როდესაც სინამდვილეში ღვთის უდიდესი სათნოყოფელი იყო იგი. ან რაზე ვლაპარაკობთ? დელთავრება და მწიგნობერმა გაასამართლეს იესო ქრისტე. როგორც ავაზაკი მაშინ, როდესაც იგი იყო ძე ღვთისა და უცოდველი. ამრიგად ძმებო და დებო, წინასწარ ჟამისა რას განვიკითხავთ? ვიდრემდეს მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაი და განცხადნეს რახვანი იგი გულთანი და მაშინ ქება იყოს კაცად კაცადისაი ღმრთისა მიერ. ნუ განიკითხავ და არა განიკითხნეთ და ნუ დაჟით და არა დაისაჯნეთ, ამბობს მახარებელი ლუკა. ეს სიტყვა ახლა რომელიც წავიკითხეთ პირდაპირ გვეუბნება ძალიან მოკლედ, კარგად გვასწავლის, რომ არავინ არ უნდა განვიკითხოთ. დამნაშავე არ უნდა განვიკითხოთ. მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ უდანაშაულოს განვიკითხავთ. ანუ სილსამეთ. ეს კიდევ უფრო დიდი ცოდვა არის. ღმერთმა ჩვენ და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი დაიფაროს, რომ არავის განიკითხავდეს და ცილი არავის არ დაწამოს. ამინ. ერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოს.